ქართული ოცნება თავს იმშვიდებს და მხარდამჭერებს ამხნევებს, თუმცა ამის გაკეთება რეჟიმს სულ უფრო უჭირს იმ ფონზე, როცა ივანიშვილის გარშემო საერთაშორისო წნეხი ძლიერდება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საზოგადოებას ეუბნებოდა, თითქოს სანქციები არ იქნებოდა. ეს ტყუილი აღმოჩნდა, შემდეგ მომხრეებს აიმედებდნენ, რომ ტრამპის მოსვლამდე უნდა გაეძლოთ. ახლა როცა ტრამპის პოლიტიკური დასაყრდენი ძალა კონგრესში ხმას აძლევს ივანიშვილის სანქცირებას, ქართული ოცნება ახალ გზავნილს აყალიბებს, რომ თავად ტრამპი არ მოაწერს კანონს ხელს. მეორე მხრივ, ქართული ოცნება იმასაც უშვებს, რომ ტრამპმა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, მაგრამ სრულად შესრულების ვალდებულება არ აიღოს. ერთ სიტყვით, რაც უფრო მძიმდება ივანიშვილის მდგომარეობა, მით მეტი აბსურდით გაჯერებული თეორიული ვარიანტის მოფიქრება უწევს მის პარტიას. მეგობარი აქტის დამტკიცებამდე ოცნება იმასაც კი ამბობდა, რომ ლევან დავითაშვილს წარმატებული მოგზაურობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებადაც გამოცხადდა. პრინციპში ამ ვერსიას რეჟიმის სპიკერები სუსტად, მაგრამ მაინც დღესაც ავრცელებდნენ, თუმცა მათი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ეს არის არა მეგობარი, არამედ მტრობის აქტი. უნდა ვთქვათ, რომ ამ გზავნილს ყველაფერი რიგზე ვერ აქვს, ვინაიდან ეს აღიარების ტიპის რიტორიკაა და შეიცავს სინამდვილეს. დიახ, მეგობარი აქტი ტრულია ივანიშვილისა და მისი მომსახურე პერსონალის მიმართ, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, აყალბებს არჩევნებს, სპობს მართლმსაჯულებას, ქუჩაში სცემს, აპატიმრებს ხალხს, ატარებს რუსულ, ჩინურ, ირანულ ინტერესებს. სწორედ ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებთან მეგობრობასა და მხარდაჭერას. აქტი წითელ ხაზს სწავლებს არალეგიტიმურ ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ივანიშვილის წარმომადგენლები კი დღეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, ვახო მგონი რომ იყვნენ ცოტა ისტერიაში, ეს ჩვენს ჟურნალისტთან ინტერვიუშიც გამომჟღავნდა არაერთ ინტერვიუში. სალომე ლაბაძე. პირდაპირ ეთერში, სალომე, უფრო მეტი გვითხარი ამ განცხადებების შესახებ, რაც ზოგად ფორმებში უკვე მოუყევით ჩვენს მაყურებელს. კონგრესში მომხდარის შემდეგ, მას შემდეგ, რაც აქ ტრამპის გუნდმაც თითქმის სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის დამტკიცებას, პრაქტიკულად ერთადერთ რესპუბლიკელად, რომელსაც ამ დროისთვის ივანიშვილის რეჟიმი თავს არ ესხმის, რჩება სწორედ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი და ეს ასე იქნება იმ დრომდე, ვიდრე მეგობარ აქტს დაემატება დონალდ ტრამპის ხელმოწერაც. თუმცა ოცნებაში გვიმტკიცებენ, რომ მათ ამის მოლოდინი არ აქვთ და რომ ამის საფუძველი, ამ პოზიტიური მოლოდინის საფუძველია ის ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაცია, რომელიც რეჟიმს ახალ ადმინისტრაციასთან აკავშირებს. შორის განსაკუთრებული აქცენტია ვაშინგტონში ლევან დავითაშვილის ვიზიტზე, რომლის წარმატებულ ვიზიტად გასაღებასაც ქართული ოცნება მთელი პროპაგანდისტული ძალისხმევით ცდილობდა. თუმცა როგორია რეალობა, ეს საუკეთესოდ ბუნებრივია იცის რეჟიმმა, ამიტომ რეჟიმის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საკუთარი ამორჩევლების მომზადება უარესი სცენარისთვისაც, იმ შემთხვევისთვის, როცა დონალდ ტრამპი საკუთარი ხელმოწერით მეგობარ აქტს კანონად აქცევს და ამ ხელმოწერით საკუთარ თავსაც დემოკრატიული სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგე მხარეს მონიშნავს. არ მოხდება ფორმულა როგორ არა არ მოხდება არ დაუშვებ არ მოხდება გაფიქრებაც კი ზარავს. ასეთ სასოწარკვეთამდე ირაკლი ზარქუა ამ სცენის წარმოდგენა მიიყვანა, როცა ტრამპის მაგიდაზე მეგობარი აქტი დაიდება. პრეზიდენტი კი მას ხელს მოაწერს და კანონად აქცევს. ამ დრომდე სავარაუდოდ თვეები რჩება. სწორედ ეს ვადა აქვს ოცნებასაც იმისთვის, რომ საკუთარ ამომრჩევლს ამერიკის ახალ პრეზიდენტთან დაალაგების ილუზიაში უნარჩუნოს. თუმცა კონგრესში მომხდარმა პარტია სხვა სცენარზეც დააფიქრა. ტრამპს ნამდვილად არ ჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელმოწერამდე არ მივა, იმიტომ რომ ის ებრძვის აი ამ deep states, როგორც თვითონ დაარქვა და თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ისე ჩაითრიეს და ამით დამთავრდება ამერიკული დემოკრატია. მესიჯბოქსი მომზადებულია. თუ მეგობარი აქტის მოწოდებებს დაეთანხმება და ოცნების საწინააღმდეგო პოლიტიკას კანონად აქცევს, ივანიშვილი ტრამპსაც deep state-ის ნაწილად გამოაცხადებს. მანამდე კი ვიდრე პერსონალურად ტრამპის იმედიც გაქრება, პარტია თავს სხვა რესპუბლიკელებს ესხმის. განსაკუთრებულ ფოკუსში ისევ ჯო ვილსონია, თუმცა რადგან მის ინიციატივას კონგრესში ტრამპის გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით შეუერთდა, ივანიშვილს თავდასხმა ახლა პრაქტიკულად მთლიანად ამერიკის მართლ პარტიაზე უწევს. ეს არის სამარცხვინო აქტი, პირდაპირ შეიძლება ითქვას და ასე რომ ჩვენ ველოდებით უკვე რომ იმედი გრჩებათ 359 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მათ შორის ბევრი არის ტრამპის გუნდიდან. ის განხილვები, რომლებიც არსებობს, ძალიან საინტერესო არის და ჩვენ უკვე დაველოდებით სენატში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტი არის ის ჩანაწერები, რომელიც ამ იმედი გაქვს რომ ხელს არ მოაწერს ტრამპი ამ დოკუმენტს. არის მეგობარი აქტის გარდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის მტრული აქტი. რომც მოაწეროს ტრამპმა ხელი, ეს
ნიშნავს იმას, რომ არის გარკვეული მანდატი კონგრესის მხრიდან გაცემული, რომ ნებართვა, რომ ესა თუ ის ნაბიჯები გადადგას, მაგრამ გადადგავს თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს, რას გადადგავს, რა მასშტაბით გადადგავს, ეს იქნება ისევ დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებაზე. შეძლებს თუ ვერ შეძლებს ტრამპი დიპ სტეიტის დამარცხებას, გამოჩნდება და თუ ვერ დამარცხებს, ეს იქნება სამწუხარო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისათვის. ეს შემთხვევაში თქვენს პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავთ? ქართული ოცნების პოლიტიკურ მომავალს თუ ტრამპის ქართული ოცნება რა ვარ ხო იცით? ხალხის ძალას წარმოადგენს. ასეთი გამიჯნა შემთხვევითი არ უნდა იყოს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სეფაშვილის მსგავსად ოცნებისგან თავის შორს დაჭერას კიდევ ბევრი მოისურვებს. ბრიუსელთა მწვავე დაპირისპირების ფონზე ოცნების არალეგიტიმური რეჟიმისთვის საერთაშორისო აღიარების ბოლო შანსად ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება რჩებოდა. პარტიამ შანსის გამოყენება ლევან დავითაშვილის ვიზიტითაც სცადა. ოცნების ვიცე-პრემიერი და მასთან ერთად მთელი პროპაგანდისტული რესურსი გვარწმუნებდა, რომ რეჟიმმა ახალ ადმინისტრაციასთან საერთო ენა გამონახა და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყებოდა. ამ ფონზე კი ვიზიტიდან 2 კვირის შემდეგ კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მეგობარი აქტი დაამტკიცა. მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის. ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის შემდეგ, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს ფინანსურ სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. სრული ორპარტიული მხარდაჭერა ორივე პალატაში ნიშნავს, რომ მეგობარი აქტმა უკვე გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები და სულ მალე გადაიქცევა მოქმედ კანონად. ამ მასშტაბის მხარდაჭერა, მათ შორის სპიკერი ჯონსონის და ტრამპის უშუალო მოკავშირეების მხრიდან არის ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი არის ქართველი ხალხის და ჩვენი დემოკრატიული პროტესტის გვერდით. ოპოზიციისთვის ცხადია, ოცნების ძალისხმევას ქართველმა ხალხმა აჯობა. მეგობარ აქტს რეჟიმის მოწინააღმდეგეები სწორედ რეჟიმთან აქტიურად დაპირისპირებული მოქალაქეების დამსახურებად აცხადებენ. მადლობის და მილოცვის ტექსტი დილიდან თითქმის ყველა პარტიამ გაავრცელა. ჩვენ გქონია დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გქონია, რატო გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ და დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე. ჩვენ ამ ბრძოლაში არა ვართ მარტო, ჩვენ ყავს სოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი ორპარტიული, სისტემური, ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. რაც არ უნდა შეეცადოთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ხედავთ, რომ ჩვენს ბრძოლას ხალხის წინააღმდეგობას აქვს კონკრეტული შედეგები და მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო იქნება ძლიერი ამერიკის და ძლიერი ევროკავშირის ძლიერი პარტნიორი, რეგიონის ლიდერი ქვეყანა. რა შანსი რჩება ქართულ ოცნებას? ამ პერსონალურად ივანიშვილს მეგობარი აქტით დაანონსებული რეაქცია თავიდან აირიდოს. იქნება თუ არა საკმარისი ანაკლის სპორტზე უკან დახევა. მეგობარი აქტის ერთ-ერთი საფუძველი და ის რაც ვაშინგტონის ოცნების პროჩინურ პოლიტიკას უდასტურებს, სწორედ ამ პორტის ჩინელებისთვის ჩაბარებაა. თუმცა ეს მხოლოდ ერთია მრავალ პრობლემას შორის, რაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით გადაწყდეს. საქართველო არ შეიძლება რომ ამერიკა იმას ღებულობდეს, რომ საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან ომის პარტიობას, ხან დიპ სტეიტობას და ხან რას და ხან რას. ეს არის მიუღებელი და ეს არის პასუხი ამერიკის როგორც მეგობარი და ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება და ეს არის ჩვენი განაცხადი. მეგობარი აქტი ოცნებისთვის ბოლო შანსია. თუ იმ დრომდე, ვიდრე ჯერ კონგრესის, შემდეგ კი სენატის მხარდაჭერილი დოკუმენტი ოვალურ კაბინეტში შევა, თბილისში ვითარება არ შეიცვლება, ბაიდენის შემდეგ რეჟიმის კიდევ უფრო მეტი ლიდერი სანქციებს ვაშინგტონიდან ამჯერად ტრამპის ხელმოწერით მიიღებს.